მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. დღეს მიმდინარე პროცესების ანალიზის დღე გვაქვს ჩვენ, შემაჯამებელი გვექნება კვირის მოვლენების შაბათს. დღეს კი მოდით დავიწყოთ იმ მთავარი რამებით, რაც უშუალოდ ახდენს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე გავლენას. მოდი საშინაო საქმეებით დავიწყებ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აშკარა არის. მიმდინარეობს შიგა გადათამაშებები, რაღაც პოლიტიკური ველის განთავისუფლება თუ პირიქით გმირის შექმნა, ჯერჯერობით სრული ინფორმაცია მე პირადად არ გამაჩნია, მე ვამბობ იმას, რაც აშკარად გამოკვეთილია და ჩვენ ხედავთ იმას, რომ არაფორმალური ხელმძღვანელი საქართველოს სახელმწიფოსა, იგივე დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოცნების ერთადერთი პატრონი და განმსაზღვრელი ძალზე ინტენსიურ როლშია შესული და შეიძლება ითქვას, რომ იგი ბოლომდე შეასრულებს იმ სრულიად გაუგებარ მოვლენებსა და ფუნქციებს, რომელიც აშკარად გამოკვეთილია, რომ ისიც გრძნობს, რომ მისი დასასრული მოდის და ის ალბათ რაღაცნაირად უნდა გავიდეს ამ სიტუაციიდან. საქმე ის არის, რომ ის მცდელობა, რომელიც დღეს გამოკვეთილია, რომ ის დატოვებს იმას, რასაც მიიჩნევს, სწორად მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ასეთი დაგეგმვები, როგორც წესი, სერიოზული არ არის, მაგრამ ჩვენ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ამ რიგარეშე თუ ვადამდელ, როგორც გინდათ ისე დარქვით, არჩევნებს და ამისათვის ჯერ საკმაოდ დროა იმისთვის, რომ შიგა რომ იტყვიან დალაგება მოხდეს, ახალი ორიენტირები აღმოჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ კობახიძის ჯგუფი არის სწორედ ამ შავი სამუშაოს შემსრულებელი, რომ გასუფთავდეს ველი, გამოიკვეთოს ახალი შესაძლო პოტენციალური, რომ იტყვიან ოცნების პარტიები, რომელსაც ინტენსიურად მუშაობენ ხელმძღვანელი პირები და ეს იქნება, როგორც თვითონ უწოდეს, ესე იგი კონსტრუქციული ოპოზიცია. რა არის აქ პოლიტიკური შეცდომა, რაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ბჭყალებში, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოსტებზე არიან, თუ გნებათ მთავრობის მეთაური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კონსტრუქციული ოპოზიცია მათ უნდა თვითონ დანიშნონ. გასაგებია თვითონ არავინ კითხავს, მაგრამ ამას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. და მათ როგორც ჩანს, კარგად არიციან, რაც ნიშნავს კონსტრუქციული ოპოზიცია. მოდით ახლა დავალაგოთ. ამ დემოკრატიულ რთულ თამაშებში არსებობს ისეთი ხელუხლებელი წესები, რომელიც საქართველოში უკვე 35 წელია გაცნობიერებული არ არის და იმიტომ ვართ ამ უსაშველო ჭაობში. საქმე ის არის, რომ როდესაც სოფხედობრივ დონეზე წარმოიქმნება პოლიტიკური პარტიები და ეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად უნდა მოხდეს ვიღაცის ნებისა და თუ გნებავთ ხელისუფლების ნებისა, ისინი თანხმდებიან თამაშის წესებზე. როგორი იქნება დემოკრატიული პროცედურები და არა ის სისულელე, რომ დემოკრატიული ფასეულობები უნდა მოვიტანოთ რაღაცა. ამაში ეტყობათ ქართველ პოლიტიკოსებს, რა დონის პოლიტიკურად გაუნათლებელი ხალხია. არავითარი დემოკრატიული ფასეულობები არ არსებობს, არსებობს პროცედურები. შევთავაზეთ. თუ დემოკრატიული პროცედურების, ანუ არჩევნების მიმართ ჩვენ თანხმდებით, თუ როგორ ვეკიდებით არჩევნებს, კანონი უნდა იყოს სამართლიანი, გამორიცხავდეს ხელისუფლების რესურსის ისეთნაირ გამოყენებას, რომელსაც შეუძლია შედეგები შეცვალოს და ასე შემდეგ.
ეს სპექტრი გავლენიანი პარტიებისა, რომლებიც ქმნიან პოლიტიკის სუბიექტებს. პოლიტიკის სუბიექტი პარტიები 333 ვერ იქნება. იმიტომ რომ 333 პარტიიდან არცაც რაიმე პოლიტიკური ძალა და წონა არ გააჩნია, რომ მათ შეეძლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. კარგად დავუკვირდით, რაც ვხსნი ახლა მე. ესე იგი, შენ პარტია გაქვს თუ არ გაქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ პარტია თუ გაქვს ძალა, თავისთავად პარტიის დარეგისტრირება და შექმნა ძალა არ არის. პოლიტიკაში კი ძალა ავტორიტეტს უკავშირდება. პიროვნულ ავტორიტეტსაც და პარტიულ ავტორიტეტსაც. ესე იგი, საითგან მიმყავს საუბარი. ჯამში შეიძლება ქვეყანაში კონკრეტულ სიტუაციაში იყოს მაქსიმუმ 5 სუბიექტი, რომლებიც ძალებს წარმოადგენენ და რომლებსაც შეუძლია ერთმანეთის იგნორირებისას იმ იგნორირებულმა დიდი პრობლემები შეუქმნას. ეს არის წონასწორობა, შეკავება გაწონასწორების მექანიზმი. მე პოლიტიკური სუბიექტი ვარ, თუ თქვენ უჩემოთ შეთანხმების გარეშე იღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, მე არ მეკითხებით, მე თქვენ ყველას 4-ვეს, ვინც ეს გააკეთეთ, ძალიან მძიმე სიტუაციას მოგიწყობთ ქვეყანაში. აი ეს არის სუბიექტურ. თორე ვიღაც პარტია, რომელიცაც არაფერი ძალა არ აქვს, რაც უნდა ის უთქვამს და რაც უნდა ის გამოუცხადებია, მას პოლიტიკაში მერწმუნეთ, მე ეს ყველაფერი ნანახება, კაციშვილი არაფრად არ აგდებს. ეს ქართველებმა არ იციან. საუბედუროდ. თუ ჩვენ თანხმდებით, რომ 5 ვართ სუბიექტი, მაშინ ჩვენ ვამბობთ, თუ მოიგებთ თქვენ ან თქვენ 2, თქვენ 3 და ქმნით კოალიციურ მთავრობას, მე გადავდივარ კონსტრუქციულ ოპოზიციაში, ანუ მე ვიქნები თქვენი ოპონენტი კონსტიტუციისა კანონმდებლობის ფარგლებში და მოდით ახლა გავშიფროთ ზუსტად რა ფუნქცია აკისრია ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში კონსტრუქციულ ოპოზიციას. კონსტრუქციული ოპოზიცია იგივე ხელისუფლებაა. იგივე ხელისუფლება, ოღონდ სხვა როლებია განაწილებული შეთანხმების თანახმად. თუ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პარტიას ან კოალიციას 2 თუ 3 პარტიითა პრობლემები შეექმნა არასწორი გადაწყვეტილებებით, როცა ოპოზიციაში მყოფი სერიოზული კონსტიტუციის ფარგლებში მოგზალა, არა შენი დანიშნული და შენი მსახური, არამედ დამოუკიდებელი ძალა, რომელმაც იცის დღეს ხელისუფლებაში მყოფ პარტია საშინელ პრესინგში, იცით თქვენ კალათბურთში პრესინგი რას ნიშნავს, ძალიან მჭიდროდ ინდივიდუალურად აიყვანო ყველაფერი, გააკრიტიკო როგორც კი შეიძლება ცივილიზებულად, ძალიან პროფესიულად და მოემზადო ახალი არჩევნებისთვის, რომ შენ დაუშვათ გამოდგა კოალიცია უვარგისი, ხელისუფლება ჩაიგდეს და გონება აემღრათ, საქართველოში ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ ბოლო 33 წელი, როგორ ემღრება ხელისუფლებაში მოსულ ხალხს. გონება, მით უმეტეს უმწიფარი, აბსოლუტურად ხელისუფლებისთვის უვარგისი, ჯერ კიდევ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები მოსდევს ბელადის მატარებელს და ისინი ხელისუფლებაში მოდიან. ესე იგი, თუ ხელისუფლებას გაუჭირდა და საქმე მივიდა ხალხის პროტესტამდე, აი აქ კონსტრუქციული ოპოზიცია რას აკეთებს, იცით? ანაცვლებს ხელისუფლებას, რომ ქუჩა არ მივიდეს ბოლომდე და ქვეყანაში რევოლუციები არ იყოს. თამაშია. ეს შეთანხმებული უმკაცრესი წესია, ხელისუფლებამ გააფუჭა საქმე, მაშინ ის ვირეშმაკობას კი არ იწყებს, როგორც ოცნება ვირეშმაკობს ახლა ყოველ დღე, რასაც დაჭერებზე ლაპარაკობს, თითქოს თავისი თანაგუნდელების, იმას არ უკვირდებიან, რომ საკუთარი 13 წლიანი არსებობა გაასწორეს მიწასთან. პირველი პირები და ამხელა თანამდებობები, მექთამები თუ იყვნენ, თქვენ არა ხართ? იმის ნაწილი, ესე იგი, ხელისუფლებას
ქუჩა წნარდება, კონსტრუქციული ოპოზიცია იკავებს ხელისუფლების ადგილს და სახელმწიფო წყობა, სახელმწიფო განვითარდება, გრძელდება, რადგან კონსტრუქციულმა ოპოზიციამ კრიტიკულ მომენტში შეცვალა ხელისუფლება და ჩვენ მივიღეთ გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახალი ხელისუფლებით იწყება, რა არის ხელისუფლების ცვლილება. მოდი ამასაც და მე მინდა განსაკუთრებით ჭკუიდან გასულ, გონება დამთხვეულ, ბელადო მოყვარულ და ვიღაც ქოცებს და ვიღაც ნაცებს მივმართო. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების შეცვლა არის მხოლოდ და მხოლოდ კადრების როტაცია. ეს არ არის ჩემი ბელადი თუ არ იქნება, ის ბელადი მტერია, ის იქეთ ამხარე პირიქით ამას აბრალებს რომ მტერია და ეს ბარდაგი, პოლიტიკური ბარდაგი, რომელიც 33 წელია საქართველოშია, არასდროს დალაგდება, იმიტომ რომ დალაგების მექანიზმები ამ ხალხისთვის უცნობია. ამ ხალხისთვის არსებობს მხოლოდ კონფრონტაცია, არსებობს მხოლოდ ტრისხატის შექმნა ქვეყნის შიგნით, საკუთარი უმეცარი მხარდამჭერების მომხრობა, სოციალურ ქსელებში სუფთა ჭაობის შექმნა და პროცესი არასდროს დალაგდება. არასდროს აღმშენებლობა არ იქნება. ეხლა თუ გგონიათ, რომ ის რასაც ოცნების ხელისუფლება აკეთებს, რაიმე აღმშენებლობასთანაა დაკავშირებული, ძალიან ცდებით. რატომ არ არის აღმშენებლობასთან დაკავშირებული? როგორ შეიძლება უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის მქონე სახელმწიფო აღორძინების გზაზე იყოს? ქვეყანა ფაქტობრივად არაფერს არ აწარმოებს, იმპორტზეა ჩამოკიდებული. საქართველოს ეკონომიკას დამოუკიდებელი არსებობა არ შეუძლია. ყველა ქვეყანა ერთმანეთისგან რაღაც სარგებელს იღებს დალაგებული ურთიერთობებისას. სამხრივი სიამოვნებები არ არსებობს. მაგრამ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა დამირწმუნეთ, ამაზე მე ლექციებსაც ვკითხულობ, შემდეგ ოთხშაბათს ამაზე კიდევ ვისაუბრებ. გუშინ სამწუხაროდ ცუდად ჩაიწერა და მე ისეთ ჩანაწერს არ დავდებ, იმიტომ რომ ოთხშაბათს იქნება ძალიან პროფესიონალი ოპერატორი და ის ყველაფერს მოაგვარებს, ხო? მე სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ, რა შემთხვევაში არ შეიძლება ეკონომიკა ფუნქციონირდეს დამოუკიდებლად. როდესაც ამ ლექციებს ჩვენ ჩავატარებთ, იქნებ 1-2 ახალგაზრდა გამოჩნდეს, რომელსაც სურს, რომ ქართული ეკონომიკასთან მიმართებაში ეს სერიოზული, ძალიან სერიოზული აპარატი გამოვიყენოთ. ამიტომ არავითარი აღორძინება არ არის. რა ფორუმი მოაწყვეს? აბრეშუმის გზის ფორუმი, ხო? 2300 დელეგატი იყო. რატომ არ ჩამოვლენ? ხედავენ, რომ აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ხელისუფლება უღოდ კი მოდი და წაიღე, რისი წაღება შეგიძლია და არ გიშლიან ხელ. რომელ აბრეშუმის გზა? აი, სერიოზულად გეუბნებით. რომელ აბრეშუმის გზაზეა ლაპარაკი? როდის იყო ის, რასაც ნამდვილად აბრეშუმის გზა ეწოდება, საქართველოზე გამავალი? არის წერე რაღაცას იყო სვანეთში გადიოდა. სად გადიოდა? სვანეთში ვერ გავიგე. იმ კავკასიას რო დაეჯახებოდნენ, სად წავიდოდნენ მერე? თუ კავკასიას ის ქარავნები გადაკვეთავდა. ამიტომ ისტორიულად არასდროს არ ქონია შენ აბრეშუმის გზა საქართველოში. რა სიტყვები თავს ვერ გავიგე. იყო 90-იან წლებში ტრასეკას პროექტი იყო, როგორც იცით, ევროპული პროექტი და მათ უნდათ ამის გაკეთება. მაგრამ აქ ისეთი არეულობა იყო, რომ რაიმე სერიოზული არც ხელისუფლება იყო გამკეთებელი და ისინიც შემდეგ როცა ამ სრულიად გაუგებარ სიტუაციას დაეჯახდნენ, ერთდროს 90-იანებში ძალიან პოპულარული თქვა ტრასეკას პროექტი მიინავლა და გაქრა საერთოდ. ეხლა დაიწყეს, რომ მალე პორტს ავაშენებთო და
ეხლა მე ვსვამ კითხვას. კაცი, რომელმაც აბსოლუტურად ვიცი ამ პროექტის ყველაფერი, სპარტაკ ერაგია. მსოფლიო დონის ქართველი ინჟინერი. მისი ხილული გაკეთებული არის ყულების სპორტი, ის ნავთობტერმინალი მთლიანად პატარკაციშვილის დაკვეთით ამ ინჟინერმა გააკეთა, დააპროექტა, თვითონვე ააშენა. ასევე მას აქვს უბწყინვალესი პროექტი, რომელსაც ჰქვია ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი და არა პორტი. მე მან თხოვა და ერთად გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ, უამრავი რაღაც მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით წაკითხული. მე დღესაც რეზონანსს მივეცი ინტერვიუ და დაიწერა, რომ ესე იგი მე ჩემი ნაცნობების მეშვეობით ჩინეთის უდიდესი კომპანია ჩამოვიყვანე და რაპორტსაშე ვინმე მიცის. აი რა პორტის აგება ანაკლიაში, სადაც გემი მოვა 4 წლის მერე, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. პორტი იქნება ეს, რადონის პორტი იქნება, შეასრულებს თუ არა იგი იმ ფუნქციას, რომელსაც შუა დერეფნის ფუნქციის გაკაჩვა შეუძლია. რა ვიცით ამ პროექტის შესახებ? ანაკლიაში პორტის აგება არაფერს არ ნიშნავს, თუ ყაზახეთიდან ყაზახური პორტი, აზერბაიჯანის პორტი, ბაქოში, რკინიგზა, ავტომობილო ტრანსპორტი და ეს ინფრასტრუქტურა მომუშავებული არ იქნა, იმიტომ რომ გემების მიღება არაფერი გასაგებია. ფოთი აბსოლუტურად უპერსპექტივო პორტია, მას ვერასდროს ვერ გააკეთებ, ისე რომ აქ სერიოზული გემი შემოვიდეს, იმიტომ რომ იცილება, მას სპეციალური გემები ჭირდება, რომ სილა გაიტანონ, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთანაა და ამიტომ ფოთის მან ის შეასრულებს ერთი თავისი პატარა პორტის ფუნქციას, თუ სწორი მენეჯმენტი იქნა, მაგრამ შორს ვერ წავა, ისევე როგორც ბათუმის პორტის შორს წასვლა, როგორც სატვირთო პორტისა შეუძლებელია. ანაკლი არის უნიკალური, ფანტასტიკურად ძლიერი ადგილი, მაგრამ რაც აკეთებს ხელისუფლება არ ვიცი. ხელისუფლებამ ეს პროექტი რომ უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა და ტენდერი ჩაატარა და ხაზარაძის და ვიღაც ამერიკელის ხელში ჩააგდო ეს პროექტი. ხაზარაძეს არაფრის ფული არ ქონდა, ის კურირებდა ამერიკელებს არც ფული ქონდა და არც პროექტი. სპარტა ერაგიასთან მოდიოდნენ ორივენი კონსულტაციებზე. მერე ადგა მთავრობამ იჩალიჩა, არ მინდა ცუდი სიტყვა ვთქვა, ჩააგდო სპარტაკ ერაგიას პროექტი და გაამარჯვებინა ხაზარაძე ამ ამერიკულ ჯგუფს. მერე რაც მოხდა, შეჭამეს ფული ამ ავანტიურას. მერე ვის რამდენი ფული მოატანინეს, ახლა არ ვისაუბრებ, თუმცა ყველაფერი ცნობილია, ვინ რამდენი ასეული მილიონი მიიტანა იქ, სადაც მიაქვთ ფული. ამიტომ ეს ბლეფი რას იძლევა? როგორ თქვენ გინდათ უზარმაზარი მასშტაბის პროექტი გააკეთოთ თქვენი მეზობელი ქვეყნების მონაწილეობისა და დაინტერესების გარეშე? ამ პროექტს თქვენ ვერ გააკეთებთ აზერბაიჯანის გარეშე, თქვენ ვერ გააკეთებთ რუსების გარეშე, თქვენ ვერ გააკეთებთ ყაზახების გარეშე. არაფერს ვამბობ, რომ ჩინეთის და იქ აზიის ქვეყნების, დიდი ქვეყნების ინტერესები უნდა იყოს. ამიტომ თუ პროფესიულად ვსაუბრობთ, მოდი ვისაუბროთ. მე ჩამოვიყანე China Harbor Corporation-ი, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი ევროპული წარმოშობის პიროვნების, ძალიან ძლიერი პიროვნების მეშვეობით, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ჩამოყალიბებული და დაუჯინე დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს. რა შედეგია, კარგად ხედავთ. ესე იგი, რაზეა საუბარი? ჩვენ არ ვიცით რა ხდება, პროპაგანდა კარგია. პროპაგანდა ეს არის შენი ბრიყვი
ხარდამჭერების, ტვინების გამორეცხვა, რომ არიქა თვითონ მშიერმწყურვალი, წარუმატებელი, არაფერი რო არ გააჩნია, საკუთარი ბიზნესი არ გააჩნია, მცირე რიცხოვანს არ ვამბობ, საკუთარი პერსპექტივა რომ არ აქვს, მაგრამ ბელადი უყვარს, თანამშენებელი ბელადი, უყვარს მის მიერ მოყვანილი ქართველი დიდი პატრიოტები ამ დროს ქთამში ჩართული დაბადებიდან რო იტყვიან, რაც კი ხელისუფლებაში გაჩნდნენ. ამიტომ რეალობა ცოტა სხვა არის. მე ფიქრობ ის რომ კიდევ ერთი დიდი გაურკვევლობა არ მოხდეს ქვეყანაში, რადგან პიროვნულად მარტო ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ დაალაგებს, რატომ იცით? გარდა იმისა, რომ ის საკუთარ ოპოზიციას ქმნის რამდენიმე პარტიას, ოპოზიციის წყალებში მსურველი არაერთი პარტია ჩადგება რიგში. რომ იქნებ ბატონმა ბიძინამ ხელი დაადოს თავზე და აკურთხოს როგორც ოპოზიცია. ამაზე წამსვლელები არიან, თუმცა შედეგი შემიძლია წინასწარ გითხრათ. ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ვერ იქნება, რაც უფრო სიღრმეში შეიყვანს საქართველოს პრობლემას, მით უფრო დიდი პრობლემები შეექმნება მას პირადად, ხას უსვამ. ეს პოლიტიკაა. ეს არ არის ერთი კაცის ნებასურვილზე დაალაგებული სიტუაცია. რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ქართველები ერთმანეთს თავის წარსულს, თავის ისტორიას, რომ ერთი არაფორმალური კაცის ჭკუაზე დადიან 13 წელია და იმედი აქვთ, რომ კიდე კარგად იქნებიან. აღარ დარჩებით მალე ამ ქვეყანაში. რაც შეეხება შიდა უზარმაზარ პრობლემას. ეს არის, რაც გუშინ წინ პრეზენტაცია გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეგონი მაგის საქართველოში არაპირებს ცხოვრებას. რუსთაველის კინოთეატრის ნახევარი იმ არაბებს მისცეს, გუშინ იმედზე ამ ჭაობმა ტელევიზიამ ადგა და ვიღაც არაბი ჩამოიყვანა და ინტერვიუ როგორ შესანიშნავად მოაწყობენ ყველა. ორ მეგა ქალაქზეა საუბარი, ხო? 550 ჰექტარი აქვე წანისის შემოგარენი, იქეთ ფონიჭალა და ასე შემდეგ და გონიოს პოლიგონი, რომელიც როცა ჩვენ ამ პროექტთან ვიყავით დაკავშირებული და ეს იყო წმინდა ქართული პროექტი, ერთმა გამოთაყვანებულმა ქართველმა დაწერა, რომ ჩემი ის იყო არაბ შეიხზე რო ვთქვით. ჩვენ ჯერ ერთი კერძო პირები ვიყავით. კერძო პირები საქართველოს ტერიტორიას ვერავის ვერ მივყიდიდით. ჩვენ ვაკეთებდით უნიკალურ პროექტს, როდესაც ქართული კომპანია, მე კონსულტანტები მთხოვეს და ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ამერიკელებს და ვის არ შევხვდი და ყველაფერი. ფულის მოზიდვა ქართულ კომპანიას ისე რომ საკონტროლო პაკეტი მისი იყოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს ასეც უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლება რომ საქართველოზე ფიქრობდეს, იგი იმ კანონს მიიღებდა, რაც გაერთიანებულ ემირატებში არის მიღებული. უცხოურ კომპანიას არ შეიძლება კონდეს 59%-ზე მეტი კომპანიაში. ემირატების კომპანიაში. ბრწყინვალე რამეა. ქართველი საქმიანი წრეები თვითონ მოძებნიან, თუ საქართველოს ხელისუფლება ვარგისი იქნება, თვითონ მოიყვანებენ თავისი პარტნიორებს და გააკეთებენ იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც სურთ. ორი მეგაქალაქის აშენება ნიშნავს ისეთი ლახვარის ჩაცემას, ნახეთ იმ არაბმა რა თქვა, 8 მილიონი ტურისტიო კი შემოდის საქართველოს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. კიდე უნდა გაიზარდოსო, ეხლა მე გეკითხებით, 3 მილიონი რაღაცით არის რეალური ქართველი, ფიზიკურად ქართველი მცხოვრები საქართველოში, 1,420,000 თუ 30,000-ია. გეკითხებით, 8 მილიონი და 10 და 14 და 15 მილიონი
კაც ქართველები როგორ უნდა მოემსახურონ. მეტი არაფერი ვაკეთოთ ქართველებმა, გარდა ამათი სასტუმროების და რესტორნების და პორნო რა ქვია ბორდელებში მომსახურებს და რა ქართველებს გეუბნებით ღირსება არა გაქვთ ქართულ ბორდელებში გამოტენილი რო არის ახალგაზრდა ბავშვებიდან დაწყებული ახალგაზრდა ქართველი ქალები და ქალიშვილები ერთდროს რა თქვენ არ შეგურაგთ წყობ აბა რა ჯანდაბა შეურაგთ თქვენ თუ ვინმე ბელად შეგიგინებს აი მაშინ აღშფოთდებით რა თქვენ ამიტომ ძალიან გამოცდილი და საკმაოდ აქტიური ადამიანები ამზადებენ სარჩელს, მეც მოვაწერ იმ სარჩელს, ხელს, ეს უბედურება სამართლოს გზით უნდა შეჩერდეს და შემდეგ აიკრძალოს. ხასუსო, ეს ვითომ ინვესტიცია, არავითარი ინვესტიცია ეს არ არის. კაც მიყიდეთ მიწა, უზარმაზარი მიწა, და ის გააკეთებს იმას, ის თავის ეზოში აკეთებს რაღაცა, რა თქმა უნდა, შემოვა სახელმწიფოშიც რა იქნება, რაღაცას აქაც ხო გამოიყენებს, ღორღი იქნება, რაღაც იქნება, მაგრამ თქვენ ნუ გონიათ არაბები, რომელმაც იმხელა რაღაცა ქვიშაზე ააგეს, ფულის გამოყენების ყადრით მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი პასუხისგებლობით მოახერხეს და არაფრისგან შექმნეს საოცარი რაღაცები ამ ფანტასტიკურ ქვეყანას, რომელსაც ქართველები ფეხებზე იყიდებენ, დიდი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველა არა, ხო? ჩვენ ამას სასამართლო გზით ვეცდებით და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ, იმიტომ რომ აქ გაჩენა ორი მეგაქალაქისა, სადაც ქართველების უმნიშვნელო წილი იქნება, ჯერთი ყველაფერი ძალიან ღირებული იქნება, გასაგებია ვიღაცები, თქვა და რაღაც ბიზნესმენები, მცირე ნაწილი, ბევრი არ არიან, ან ქთამში ჩაფლული ხელისუფლების ჩინოვნიკები იყიდიან იქ ხობინებს, მაგრამ ძირითადად ეს გარეთ გაყიდვისთვის არის გამიზნული. აქ რომ ორ მეგაქალაქში თქვენ არა ქართული შემადგენლობა ხასუსვამ არაფერი მაქვს უცხოელების საწინააღმდეგოდ. პირიქით მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე გაჭირვებულსაც უნდა ვიღებდეთ, ტოლვილსაც უნდა ვიღებდეთ, ვეხმარებოდეთ, მაგრამ ამას ყველაფერს საზღვრები და მოცულობები აქვს. არ შეიძლება მიეხმარო სხვას, იმითი რომ შენი სახელმწიფო გაანადგურო. ამიტომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება აქტიურმა და ცნობილმა ადამიანებმა მოაწერონ ხელი ამ სარჩელს, რომელიც რამდენიმე დღეში გამზადდება ყველაფერი და შევავთ. ჩვენ ასე უნდა ვებრძოლოთ ამ უბედურებას ხასუსა. თუ ჩვენ დაუშვით ორი მეგაქალაქის, ეს რო ქართველები აშენებდნენ ამას და ქართველი ბიზნესმენები რომ მოეძებნა ხელისუფლებას, რა შორს წავიდეთ, გვარც არ დავასახელებ. ქუთაისური ბიზნესმენები, რომლებიც ამერიკაში 10 მილიარდიანი პროექტები გააკეთეს ევროპაში. თქვენ რომ ქართული საქმე დღეს საკმაოდ დიდარი ხალხია ქართველები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით კარგი არიან, მაგრამ უბედურად ნაშოვნი ფულით არის, მაგრამ ვიღაცას ხო ღია ფული აქვს, ხო? იმათ მისცემდით ამ საქმეს, რატო არ აძლევთ ქართველებს ამის საშუალებას? იმიტომ რომ მიზანი გაქვთ სხვა. წელს ქვეყანას დატოვებს 200,000-ზე მეტი კაცი. გეკითხებით, რა აღორძინებაა ქვეყანაში? რა ეკონომიკური ზრდა, როცა სამუშაო ვერ მოუძებნი ადამიანს, რომელიც ღირსეულ ხელფასზე იქნება ორიენტირებული. არა. ამიტომ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის, ამიტომ რჩება ის გზა, რომელიც ქართველთა დიდმა გაერთიანებამ გამოაცხადა, ხიათ ჩვენ პარტია არა ვართ, მაგრამ ჩვენ შევკრავთ ყველა სახ ქართველს, რა გვინდა.
ჩვენ გვინდა კანონიერების აღდგენა, არა წარსული ხელისუფლების აღდგენა. არამედ წარსულისგან განთავისუფლება და იმ საზიზღრობის, რომელიც იურიდიულ დოკუმენტებში უკვე დაფიქსირებულია, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება, კანონიერების აღდგენა, კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობის შექმნა, არა ამ სიმახინჯისა და არა იმ მახინჯი CSKO-ს მონაწილეობით, სადაც ბოდიში და ყველა ჩათლახობა გაყალბებისა უკვე ათვისებული აქვს უმაღლეს დონეზე. დასავლეთში დაატრენინგეს ყველაფერი. ეს მათი ტექნოლოგიებია. დაინიშნოს არჩევნები, ამ ხელისუფლებამ გააგრძელოს როგორც დროებითი მთავრობა, არაფერი პრობლემა არ არის. შევთანხმდეთ მთავარზე, რომ ეს ქართული სახელმწიფო, ეს კულტურა, უკვე არაერთხელ მithქვამს, ჩვენი ენა, ჩვენი ხალხი, მისი განვითარება, მისი მომავალი ყველასთვის არის. ოღონდ ლიბერალმა შეიძლება თქვას, რომ მე ლიბერალური გზით გავაკეთებ ამას, ღმერთმა გაგიმარჯოს, ქართული ხალხი თუ მოგწევს ხმას, კი ბატონო, მე არ გამოგივა სხვა გააგრძელებს, ხო? დაინიშნოს არჩევნები, რომელშიც მიიღებს შეთანხმებული ყველა ის პარტია, რომელიც რაიმეს წარმოადგენს ამ ქვეყანაში. მე გითხრათ სიმართლე, ამით ჩემს ფუნქციას და ასევე ვართ ამოწურულად ჩავთვლი და გაიმარჯვოს შეთანხმებულ რეჟიმში. ვინც გაიმარჯვებს, ყველაფერი იქნება ჩარჩოში, ყველაფერი იქნება გაწონასწორებული. არა, ამ გზით არ მიდის ხელისუფლება. იჭერს საკუთარ თავს, ასამართლებს საკუთარ თავს, ქმნის გმირებს მომავალი პარტიის ლიდერებისთვის, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ცოტა მიამიტია სიბრიყვის დონემდე, როგორ უყვარს, მე რა რომ თავში ახლა კი არა პირველი პრემიერობისთვისაც იყო და მეორესთვის, მაგრამ უყვარს. თუ უყვარს ის არაფერს არ მიიღებს ამ ადამიანის შესახებ, არაფერი სინამდვილე არ აინტერესებს. ამიტომ გათამაშდება ეს დაჩაგრული გარკვეული საცოდავი ხალხში დაფასებული ბჭყალებში ადამიანი გმირად წარმოჩნდება და შემოაგდებენ ოპოზიციური პარტიის სახელით და ეს ნახევრად ბრმა ხალხი გაიყიდება ამ ხალხს. ამაზეა გათვლილი ეს უბედურება, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელია კი უსმინო ტელევიზიით ხანდახან რო შემოვდივარ, დღესაც შემოვედი საღამო რაღაცები ჩართულია, უსმენ სრული კოშმარია, ერთი და იგივე ყველგან. და ეს არის უსაშველოდ ცუდი რამ. მაგრამ მოდი დრო შევაჯამოთ ეს უბედურება, რაც საქართველოშია, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიზანია არჩევნებისთვის მომზადება, გაწმენდა პოლიტიკური სივრცისა, გმირების შექმნა და ახალი პარტიების შექმნა. ცხადია, ყველაფერი კეტი ერთი კაცის ხელში იქნება. ოპოზიციურ პარტიებზე არის უკვე ლაპარაკი ბჭყალებში, ვის აკურთხებს უფროსი ოპოზიციურ პარტიებად, ისინი დიდი ბაქი-ბუქით შელაგდებიან ამ არჩევნებში, სადაც ნული შანსი აქვს. ყველას აქვს შანსი მაშინ, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ჯერ შეთანხმების მაგიდა, შეთანხმება საერთო თამაშის წესებზე, მერე ამას მთელი ხალხი რო დაინახავს და ყველას დადებული იქნება პირობა, რომ ქართულ სახელმწიფოს ხელს ვერ ახლებენ, თუ არ განვითარდება, ქართულ კულტურა უნდა განვითარდეს თავისი ამომავალი ტრაექტორიით, თავისი ფუძეებიდან და არა ჩათალახობის კულტივირება უკვე რამდენი წელია ევროპული ფასეულობების სახელით. მეტი თქვენ რა გითხრათ, თქვენ არაფერი იცოდეთ ევროპის შესახებ, აი მე დემონსტრაციებს რო აკეთებენ იქ, მაგრამ ისიც როგორ აიცით, ისიც ხელისუფლების ნებადართულია და ორგანიზებულია კარგად. ხაზს უსვამ, რომ არ ვიცოდე არც ვიტყვი ამას. ამიტომ ჩვენ მომავალ წელს თუ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც მე გითხარი და აქეთკენ მიდის საქმე, კრიზისი უფრო დიდი გვექნება, იმიტომ რომ
ამ ვირეშმაკობას დასასრული უნდა კონდეს და ექნება კიდევაც უბრალოდ ჩვენ დღეს ვერ დავინახავთ რა ფასი დაჯდება ამ ვირეშმაკობის დაძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად დაიძლება. ქართველთა დიდი გაერთიანება ამ წმინდა საქმისთვის მოუწოდებს ყველა ღირსეულ ადამიანს. დადექით თქვენი ქვეყნის გვერდით. ჩემს გვერდი არა, მეც თქვენთან ერთად დავდგებ. მე ვერსად ვერ ამირჩევთ, მე ამისთვის არ კარგავ და არ ვშრომობ დღე და ღამე, რომ სადმე ამირჩიოთ. მე ჩემი გავიარე, ეხლა ჩემი თაობის დროა, რომ ეს ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანოს, თუ არა და ტრაგედია გარანტირებული აქვს საქართველოს. აი ეს მინდოდა მეთქვა მე დღეს, რაც შეეხება შიგა მდგომარეობას, ცუდისკენ მიდის საქმე. ძალიან ცუდისკენ, იმიტომ რომ არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება კრიზისის დასაძლევად. პირიქით, ყველაფერი მიდის კრიზისის გაღრმავებისკენ და აი აქ, როგორც არის მოხუთვის რეჟიმში, ვიღაც მოიხუთება და ვიღაცის კოჭი ყალჩუზე დაჯდება, ხო? ჩვენ უნდა ვუყუროთ ამ მარაზმს და ველოდოთ სანახაობას. თუ თქვენი ქვეყანა მეტად არ გენაღლებათ, მაშინ ელოდეთ სანახაობას. ჩვენ, ვისაც ეს გვენაღლება, მოგიწოდებთ ყველას დავდგეთ ერთად. დრო ბევრი არ არის. საჭიროა შეკავშირება მაქსიმალურად და შემდეგ ყველაფერი უკვე გაცილებით იოლი გასაკეთებელი იქნება. ეხლა შევხედოთ რა ხდება გარეთ, რომელიც უშუალოდ აისახება საქართველოს. მე სწორი ინფორმაცია, სწორი ანალიზი ვერსად მოვისმინე ქართულ სივრცეში, რატომ გადაიდო ტრამპი პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში. ათასნაირი სპეკულაცია, მაგრამ რეალობა როგორც წესი დამალულია. ჩემთვის, როცა მე გავიგე, რომ მეორე სამიტის შედგება, უსაშველოდ მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ მე დასავლეთიდან კი არა, ამერიკელებიდან, დასავლეთი სხვა არავინ არ არის. ევროკავშირი არავინ არ არის, არავინ არაფერს არ ეკითხება. თავისი დასასრულისკენ და კრახისკენ მიდის, დახედეთ ევროპის ქვეყნებს. რაზეა საუბარი. ამერიკელებიდან არ გახმაურებულა ერთი რამ საჯაროდ, რომ აი ის რაც რუსები აყენებენ, კარგია, ცუდია, არ ვარჩევ ამას, ხო აყენებენ რაღაცას. იმის შემხვედრად არანაირი. მაშინ რაზე უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებები? და მოხდა ის, რასაც საქართველოში არ ამბობენ. როდესაც ლავროვი და რუბიო ერთმანეთს ესაუბრა, ეხლა უკვე თვითონ ამერიკელებმა თქვეს, ვინც არის ჩახედული ამ საქმეში, რომ ლავროვმა შესთავაზა, რომ დიდი აზრი არ აქვს ამას, იმიტომ რომ არაფერი თქმულა იმ 4 რეგიონის სამუდამოდ დაკანონებას ითხოვს რუსეთი, ნატოს დისტანცირებას და არასდროს რომ კავშირი არ ექნება უკრაინასთან და ასე შემდეგ. რომელი პირობა გაგიგონიათ, არაფერი, აბა რაზე უნდა შეხვედროდნენ? ცხადია ვერაფერზე ვერ შეხვდებოდნენ და ამიტომაც კარგი იყო რომ გადაიდო, იმიტომ რომ შეიძლება ეს უკეთესობისგან იყო. მეორე, ტრამპის რიტორიკა უცებ შეიცვალა და ის ლაპარაკობს ისეთ რამეებს, რომელსაც კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოусმინეთ ძალიან სერიოზულ და პროფესიონალ ამერიკელებს, რაზე საუბრობენ. მოусმინეთ ორიგინალში. არა, შეიძლება ვიღაცის ტენდენციურ ნათარგში, არამედ ორიგინალში. უკრაინის ფრონტი უფრო დიდი ტრაგედია, რაც უკრაინას დაემართა. და ამ ფონზე საქართველოში ვიღაცები ამბობენ, რომ უკრაინა გაიბარჯვებს. ნადგურდება ქვეყანა არანორმალური
ამერიკელებმა დათვალეს ზუსტად მთელი ფრონტის სიგრძე 1000 მილი. არა საზღვაო მილი. კილომეტრ ნახევარზე მეტია, ხო? ესე იგი, ბოდიში. 1500 კილომეტრზე მეტი, 1600 კილომეტრამდეა მთელი ეს ხაზი. ომისა, სადაც ყველგან შეტევა მიდის. ფორსირებული შეტევა არ მიდის. მიდის მიზანმიმართული შეტევა. ნადგურდება ყველაფერი, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. ამერიკელებმა შესანიშნავად დათვალეს, მარტო ეს ფრონტის ხაზი რომ გაამაგრო, სულ ცოტა 300,000 კაცი უნდა ყავდეს, როგორც არის სამხედრო წესებში მიღებული, რომ აი საზღვარი დაიცვა, იგივე ფრონტის ხაზი დაიცვა. არა ყავს ამის ჯარი უკრაინელებს. ინგლისო შეუძლიაო მიაწოდოსო 10% მაქსიმუმ, მეტი არ არის ბრიტანეთის ჯარი. ის ბაქი ბუქობენ, თორე მკვდარია ბრიტანეთი. 10% შეუძლია მაკრონმა მიაწოდოსო. ესე იგი რა, მაქსიმუმ ორივე უზარმაზარმა სახელმწიფომ 60,000 კაცი თუ არავის დაიტოვებენ სახლში. და თქვენ ფიქრობთ, სხვა ქვეყნებზე თვლა არ არის. მე რა ნორვეგიამ იქ 150 მილიონი გამოყო. ეს უარესი, კიდევ მეტი უკრაინელი განადგურდება. მსხვერპლი შეუდარებელია, თავს ნუიტყუებთ, კაცო. მსხვერპლი არის რუსეთის მხარეს, მაგრამ არ არის ეს შესადარი. ხო უნდა გესმოდეთ ეს? რატო უნდა იყოთ მოტყუებულ მდგომარეობაში? რუსები მეთოდურად უტევენ. გამობრძმედილი ჯარი ყავს უკვე ამ ომებში. კაციშვილმა ევროპაში გარდა უკრაინულ ჯარზე დღეს უკეთესი ევროპაში ჯარი არ არის. ამგერმა ომი იციან და იმათმა საერთოდ არაფერი არ იციან. როგორ იომონ ისიც არ იციან. ნოვაციები სამხედრო სფეროში და ეხლა სრულიად ახალი დაწერა ამერიკულმა სამხედრო გამოძიებამ. სრულიად დასახელებულია რუსული ფირმა. ვერტიკალური აფრენის დრონები, რომლებიც თვითმფრინავის ტიპის დრონებს რომ ანადგურებს და ფაქტობრივად უშანსოდ ტოვებს უკრაინის შეტევით ძალებს. უკრაინელებმა მიმართეს ფანტს, რომ თუ ტომოგავკები არ იქნება, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ბირთვულ იარაღს. ნუ, არა ისეთი, როგორც თანამედროვე, არამედ აი რაც ნაგასაკიში იქნა ჩამოგდებული, ისეთ ბომბს გავაკეთებთ. ჩემგან 1000-ჯერ გაგიგონიათ, უკრაინული მეცნიერება იყო ძალიან მაღალი დონის. ისინი, რა თქმა უნდა, ატომურ პროგრამებში ჩართული იყვნენ, ისევე როგორც ჩართული იყვნენ ყველაფერში. სარაკეტო საქმე კი დნეპროპეტროვსკში, კაბე იუჟნი, ფანტასტიკური საწარმო, რომელიც განადგურებულია. ხედავთ, მათ შეუძლიათ ბომბის გაკეთება, მაგრამ გაგაკეთებინებენ ბომბს. ბომბის გაკეთება, ატომური ბომბის გაკეთება, ეს არის, როგორია იცით? გამჭვირვალე პროცესია, სადაც ვერაფერი ვერ დაიმალება. ამიტომ მე ძალიან მეეჭვება, რომ ზელენსკის ეს ბლეფობა რაიმე შედეგს გამოიღებს, მაგრამ ინფრასტრუქტურის განადგურება, განსაკუთრებით ენერგოსექტორის ამ ზამთრის პირზე, მე უკრაინაში 6 თვე ცხოვრობდი და ძალიან კარგად ვიცი, როგორი ზამთრებია. როგორი უნდა იყოს იქ ხალხის მდგომარეობა, კარგად ვერ წარმომიდგენია. შეუძლებელია იმის გაძლება, თუ თქვენ რაღაც სპეციალური საშუალებები არ გააჩნიათ. ესე იგი, რატო ვამბობ ამას მე? რუსების ხოტბას კი არ ვაკეთებ, ერთუჯრედიან უტვინო ხალხი, რომ მე აღწერ სიტუაციას, რაც აღწერილია მსოფლიოს ყველა წამყვან გარდა საქართველოსი. საქართველო არ არის წამყვანი, მისი მედია არ არის წამყვანი და მომსახურე ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები გადასული არიან ყალბ პროპაგანდაზე. მე კი გეუბნებით,
თავის მოტყუება რად გვინდა. რა კი მძაფრდება სიტუაცია რუსეთთან დამოკიდებულებაში, ევროპელები მიუხედავად იმისა ქვესკნელში მიდიან, ნახეთ ცნობილი ბრიტანული გაზეთი გუშინ წინა დაწერა, გერმანია იშლება. დღეს გარე უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანუ სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ცნობილმა ფრანგმა გენერალმა საფრანგეთი დგას სოციალური კატასტროფის წინაშე. უზარმაზარი იმიგრაცია, დანაშაულების ზრდა, ფრანგული ფანტასტიკურად მაღალი დონის განათლების სისტემა განადგურებული, მეცნიერება განადგურებულია, ერთი უსუსური მაკრონი ყავთ თავისი ჯალაბობით იქ და საფრანგეთის მდგომარეობა კატასტროფისკენ მიდის. სპეცსამსახურის ხელმძღვანელი რა რუსებმა დაუკვეთეს, ახლა ეს თქვიო თუ მე როცა ვწერდი ამას რომ კატასტროფისკენ მიდის საფრანგეთის საქმე თქო, მე ვიყავი პორტარტურის შპიონი, არა, კიდე გეუბნებით. პატივი ეცით საკუთარ თავს, თორე მე არავინ არ მაძალებს ამდენი ვიმუშაო იმისთვის, რომ თქვენ გესაუბროთ კვირაში რამდენჯერმე და ჩემს თავზე ავიღო ის პასუხისგებლობა, რომ რასაც მე გეუბნებით, ასეა. არა იმიტომ, რომ მე ვამბობ, არა, იმიტომ, რომ მე ამას საათობით ვადევნებ თვალყურს ყოველდღიურად, ვაანალიზებ 1000-ნაირი ინფორმაციას და თქვენამდე მომაქვს ის, რაც არ არის ტყუილი. თორე აგერ ერთმა ძალიან კარგმა კაცმა გამომიგზავნა ერთი არასერიოზული სიუჟეტი, თან მომწერა, რომ მე სტუდენტობიდან ვამბობ, რომ რუსები დაიშლებაო. განგით რა, მე მივწერე, რომ ქვეყანა თავზე გეგრევა, შეკაიკაცო და რუსეთის დაშლაზე რა გაოცნებებს, ისინი თავის თავს თვითონ მიხედავენ. თანაც მიგზავნი ვიღაც არასერიოზული ხალხის სიუჟეტს, რომლებიც არც პროფესიონალები არიან, არც საქმისწოდნები და ვეუბნები, ჭკვიანი გონიერი კაცი ხარ და ამას უსმენ ასეთ რამეებს, თქო? მე ჩამოვაყალიბე შეხედულებები და გითხარით. ვის უნდა ენდოთ ეს ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. მისი ინტელექტი როგორია, მისი პოზიცია როგორია, მისი პოზიციონირება როგორია შიდა პრობლემებზე, გარე პრობლემებზე, როგორ შეუძლია მას აღიქვას ადამიანი. მე რო გითხრათ, ახლა აი ეს ავარ და ის ავარ და არ იქა მე მე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ გესაუბროთ ამ ურთულეს თემებზე და რა კი მე ვსაუბრობ და ვხედავ, რომ 10,000-ობით ადამიანი უსმენს ამ გადაცემებს, ჩემთვის ეს არის არა მარტო კოლოსალური პასუხისგებლობა, არამედ სტიმულიც, რომ მე სწორ გზაზე ვდგა. მე ვიღაც შემოხტება, ვიღაც საცოდავი, ვიღაც უბადრუკი, ყველას ვუგზავნე, ჩემი ტელეფონი. ან მესტუმრეთ, ან მე მოვალ და ვისაუბროთ ადამიანს. არც ერთი მსაუბარი არ არის. განსაკუთრებით მაკვირვებს იმ საცოდავი ახალგაზრდების მდგომარეობა, რომლებსაც თავისი გვარი და სახელი ვერ დაუწერიათ პროფილებზე და ასე ბოდიში და ეს ახალგაზრდები ასე ზნედაცემული საცოდავები დაბინძურებენ სოციალურ სივრცეში. ღმერთმა შეუნდონ მათ ეს უბედურება. მაგრამ ასეა მდგომარეობა. ყველაფერი აგებულია ტყუილზე. ყველაფერი მიდის დიდი კონფრონტაციისკენ. დააკვირდით. ირლანდიაში უსერიოზულესი გამოსვლები იყო მიგრაციის წინააღმდეგ. უსერიოზულესი გამოსვლები იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ დავდგებით იმის აუცილებლობის წინაშე და მალე დავდგებით, როდესაც მთელი ჯანსაღი საქართველოს უნდა დადგეს, რომ შეჩერდეს ამ ხელისუფლების მიერ პოლიტიკა 850-მდე მიგრანტი ყავთ შემოყვანილი. ქართველების რესურსი არ ეყოფა.
ჩემო თანამემამულეებო, კაცებო, ქალბატონებო, ახალგაზრდებო, რესურსი ქართველებს არა აქვს. ადამიანური რესურსი 1,430,000 ქართველია საქართველოში დარჩენილი. რამდენიც არ უნდა იტყუოს ამ ხელისუფლება, რამდენი თავისი დამქაშიც არ უნდა დააჭინოს ტელეგადაცემაში და მე დამიწყონ კრიტიკა. 1,430,000-ზე მეტი ქართველი დღეს არ არის ქვეყანაში. 2 მეგაქალაქში, რომელსაც აგიშენებენ რა, წასული ქართველები დაბრუნდებიან და იცხოვრებენ? რაც ფიქრობთ, კიდე გეუბნებით. მე არაერთხელ თქვი და ძალიან მშვიდად გავიმეორებ. ამ ქვეყანაში ყველაფრის წესიერად დალაგება შესაძლებელია თუ ნება იქნა. ნება არა ვიღაცა ერთი კაცისა, იმ კაცის იმედზე ჩვენი ყველა დამაწყევარი იყოს. კიდე გეუბნებით. საღი ქართველების იმედზე ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თუ წავა უბედურებისკენ საქმე, მე არ ვიცი ჯერ, ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ეს არ არის არავისზე დამოკიდებული. თუ ეს გონება წართმეული ხალხი საკუთარი დასამარებისკენ გადადგამს ნაბიჯებს, მაშინ საქართველოს დარჩენიათ ერთადერთი გზა დაპირისპირებისა. და ეს მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. რატო? ან მივა საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე და გადარჩება ეს ქვეყანა, თუ არ დამარცხდა, ან და მოხდება შეთანხმება, რისკენაც ჩვენ მივილტვით ქართველთა დიდი გაერთიანება და ჩვენ შევთანხმდებით ამ ქვეყნის შიგნით, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური, სოციალური ურთიერთობები, როგორ ვითამაშოთ პოლიტიკა, როგორ ვითამაშოთ სხვა და ასე შემდეგ. მე ყველას მინდა ვთხოვა. ნუ იფიქრებთ, რომ დამცირებული, შეურაცხყოფილი ქართველი დაჩოქებულია. კიდე გეუბნებით. თქვენ ქართველებისგან ისეთ დაპირისპირებას მიიღებთ, რომ აი წარმოდგენაც რა გაქვთ. არა და გაეროს სამსახურმა გითხრა, მეტი რა გიდათ, ეს ხო არა ვარ მე ერთი კაცი, ხო გაეროს სამსახურმა 2022 წლისთვის ქართველები იქნებით ეროვნულ უმცირესობაშიო. არ გესმით? დიდი ბოდიში ძალიან უხეშად უნდა, აბა რა ფეხები გესმით? აბა რა გესმით? თქვენი გონება დამთხოვული ბელადები გესმით? იმ ბელადების მატარებელს მოყოლებული მექთამე პატრიოტები გესმით? როგორც კი ქართველები ეროვნულ უმცირესობაში გადავა, საქართველო დაკარგული იქნება ქართველებისთვის. ძნელი გასაგები, არ ჯობია ამას მოვილაპარაკოთ. ჩვენ საერთო მომავალზე უნდა შევთანხმდეთ და არა ისე, რაც ყოფით დონეზე სისულელეებისთვის ჩვენ ერთად დავდგეთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორ შეიძლება მთელ ქვეყანას ერთმანეთი უყვარდეს. მთელი ქვეყანა საღი ნაწილი ერთმანეთს პატივს უნდა ცემდეს, თუმცა შეიძლება არც ერთი არ უყვარდეს, გარდა მისი უახლოესი წრისა. ბუნებრივი ადამიანი ასე აწყობილი. არ გვინდა შეთანხმება, ეხლა ველოდებით გმირების გამოჩეკას, ახალ პარტიებს, ახალ არჩევნებს და თქვენი ჯილა გაიმარჯვებს სხვის ჯილაზე და თქვენ ბედნიერი იქნებით, ამ დროს დედა აღარ ყავთ უკვე. დააკვირდით დაცარიელებული სოფლები, დაცარიელებული ქალაქები ქართველებისგან, თორე თბილისში გაიხედეთ, როგორი ტანია და მოსული ხალხია შემოსული. თქვენ ისინი ბრიყვები ხო არ გონიათ? 2 ქალაქში ეხლა უკვე სხვა დონის ელიტა შემოვა. შეძლებული არაბული სამყარო შემოვა, თუმცა შეუძლებელს მე აქ ვერცაც ვერ ვხედავ, შესანიშნავად
ცხოვრობენ, ბინებს ყიდულობენ, მანქანებს ყიდულობენ, უნივერსიტეტებში სწავლობენ, ფირმებია გახსნილი და ასე შემდეგ. ქართველები რა შვებიან? გარბიან ქვეყნიდან. ეს არ არის გონების გამრუდება? ამიტომ ჩვენ ძალიან გავაქტიურდებით ახლა ხასუსო. სასამართლო გზით შევეცდებით და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ამას, რომ ეს ორი უმსგავსოება, რომელსაც ასაღებს ხელისუფლება როგორც ინვესტიციას, ორი მეგაქალაქის მშენებლობა სამართლებრივად გაჩერდეს და შემდეგ გაიგრძალოს. თუ ეს ორი ქალაქი იქნა, ჩვენ მაშინ უფსკვლელთან უკვე მიახლოებული ვართ და ფაქტობრივად რესურსი არ დარჩება ამის წინააღმდეგ. ხასუსო, ჩემს თანამემამულებს მოგმართავთ. 8 მილიონის ტურისტი ცოტაო და ორჯერ მეტი უნდა შემოვიყვანო. თქვენ აზე ხარ 1,430,000 კაცი, მთელი ქვეყანა რომ ტურიზმის ამ პრიმიტიულ ბიზნესში იყოს ჩართული, გოიმურ ბიზნესში, კიდე გეუბნები. გოიმა მეტი არ იცის. 21 საუკუნეა ფანტასტიკური ტექნიკის და მეცნიერების განვითარება. უნივერსიტეტებში კი არ გარბიან ახალგაზრდები, არამედ რაღაც სულელურ სპეციალობებში მოტყუებულები შედიან და მე ეგ რუსთაველზე შინ ევროპაში მიდიან, ხო? ყველაფერი არის გამრუდებული. დავალაგოთ, არ გინდათ დალაგება, ჩვენ გვინდა. ამიტომ მე მიმართავ იმ ხალხს, ვისაც უნდა, ოღონდ უნდა გააქტიურდეთ. თქვენი გააქტიურება არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმე უწესვან უკანონო ნაბიჯი გადადგათ. თქვენ ქართველთა დიდი გაერთიანების მეშვეობით ერთმანეთის გვერდით დავდგეთ, რომ ამ ქვეყნისთვის იმ სასიკეთო რამის გაკეთება შეგვეძლოს, რაზეც საუბრობთ. მე იმედი მაქვს და რომ არ მქონდეს ამას არ გავაკეთებდით, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ძალისხმევით გამოვა, ამ კრიზისსაც ჩვენ დავძლებთ და შეთანხმებასაც შევძლებთ. როგორც კი ქართველთა დიდი გაერთიანება ძალად აიკრიბება და ეს დიდი ხანი არ იქნება მოსაცდელი, ჩვენ ყველას დავსვამთ მაგიდაზე და შევათანხმებთ. როგორი უნდა იყოს არჩევნები, როგორი უნდა იყოს გამარჯვებულისადმი დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს არჩევნებში დროებით წარუმატებლობაც მიღწეული სადმი დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ქართული ახალგაზრდებისადმი დამოკიდებულება, განათლებისადმი, მეცნიერებისადმი. არ გინდათ ასე? აბა რა გინდათ? აბა გეკითხებით ახლა რა გინდათ? საღი ქართველები საბედნიეროდ იმაზე მეტია, ვიდრე გონება გამორეცხილი ქართველები. ხო და მე ამ საღი ქართველებისთვის საუბრობ. ეხლა მინდა ამით დაგემშვიდობოს, შაბათ ჩვენ ანალიტიკური გადაცემა გვექნება მთელი კვირის მიმოხილვისა და წარმატებას გისურვებთ. შაბათს კი 21 საათზე, ანუ 9 საათზე საღამოს ხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.